მოგესალმებით ქუთაისიდან თქვენ უყურებთ Just Drivers და ამ ვიდეოში მე მინდა ერთად ვნახოთ როგორი სუნი დგას ამერიკაში, ქუჩებში, სახლებში, მანქანებში, კარადებში და მოაღწია ყველგან რა. ერთი თქვით მე დღეს მოვიწვიე ამერიკიდან სტუმარი, მიესალმეთ Snoop, მიესალმე მაყურებელს, აუ ეგი რა დღეშია. ვეუბნებოდი დილიდან არ მოწიო, არ დამიჯერა, ახლა არის ასე გაყინული და ისევ მე უნდა გავაგზელო მარტო. დავიწყოთ. ეს არის ამერიკაში ნომერ პირველი არომატი. და ეს იმისთვის არ შეიქმნა თავიდან რომ მანქანაში უბრალოდ კარგი არომატი ყოფილიყო. ეს შეიქმნა იმისთვის პირველად რომ მანქანიდან გაექრო რძის სუნი. იულიუს სამანი იყო ესეთი მეცნიერი, რომელთანაც მივიდა ადამიანი წუხილით რომ მიშველე რამეო მანქანაში რძეს დაატარებდა რა ეს კაცი და რძის სუნი იდგა მანქანაში რო იქცეოდა ეს რძე რაღაც. იულიუს სამანმა გადაწყვიტა რომ პარფიუმები და რაღაცები შეეზავებია ერთმანეთში და მიიღო ესეთი ხის ფორმის, ეს ყოთაშორის არის ნამდვილი ხის ბამბა. რაღაცა უშნო კარდონი და გადამუშავებული რაღაცები არ გეუბნოთ. მივიღეთ საბოლოო ჯამში მანქანის არომატიზატორი. ახლა მე საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ცალი არ მაქვს ამერიკის არომატი. მე მაქვს უამრავი ძალიან ბევრი ამერიკის არომატები მაქვს დღეს და ყველა ერთად გავხსნათ ეხლა და ვნახოთ სათითაოდ რომელ სვისი სუნი აქვს და რამდენად შეესაბამება ამერიკას. და აბა ვნახოთ. აუ კაი რა არის ამაში რა მომწონს? აი რო გახსნი ეგრევე მძაფრი სუნი არ მოდის რა, არ გუდავს და არ გკლავს. სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი რისი სუნი აქვს. ანუ გარედან აწერილია ვანილა არავმა. ანუ ვანილის სუნი თითქოს იგრძნობა, მაგრამ აი მთლად არა. საღეჭი რეზინის და ვანილის სუნი აქვს დაახლოებით რა. საკმაოდ კაი არომატია, ეს მომეწონა. ამერიკელებს ცოდნიათ დროშაზე კაი სუნის დასკმა. შემდეგი იქნება ბარბერშოპი, ანუ fresh shave, რაც ნიშნავს ახლად გაპარსულს, როგორც მე, და ვნახოთ ეხლა რამდენად სასიამოვნო სურნელი ექნება fresh shaves. პირველი არომატი, აუ ზუსტად საპარსის სუნი აქვს. აი წვერი საპარსი რო იყიდება. ვიზუალურად აი ესეთი არის, მაკრატელი და რაღაცები ახატია, ეს სამართებელი. აი მოწესრიგებული მამაკაცის სუნი აქვს რა. ჩემი აზრით მანდილოსებში პოპულარული იქნება ეს სურნელი. შემდეგი არის შავი ყინული. შავ ყინულს სიმართლე რო გითხრათ, ახლა ლოგიკურ კავშირს ვერაფერს ვერ უძებნი. ვნახოთ აბა რა ის სუნი აქვს. ამას ნახდათ ვერ ხვდები რის სუნია. ვერაფერს ვერ ვიმსგავსე, უბრალოდ რაღაცა, აი სუნამოს სუნი აქვს. უფრო მამაკაცური. აი როგორ მანქანაში დასაკიდებელი არის იცი? რამე აი შავი ეს კლასი და ისეთი მანქანა რა, ის რაღაცნაირი ცოტა დასტოინის სუნია რა. შემდეგი არომატი ჩვენს წინაშე არის სუპერნოვა, ანუ არაფერი არ აწერია, მხოლოდ აი აქ აწერია სუპერნოვა, ვინც არის ეს არის პროცესი, როდესაც ვარსკვლავი ფეთქდება. ეხლა მე ამას რო გავხსნი, ვარსკვლავის არ ვიცი, იმედია მე თვითონ არ ვფეთქდე. ნახოთ. ოპა! პირველი ცხვირი. აი. ცოტა ამაზე გამაჟრიალა. აი, სიმართლე რო გითხრათ, პირველი არომატია, რომელიც არ მომეწონა. რაღაცნაირად დამპალი ნესვის სუნი აქვს თქო. დამპალი ნესვი არ ვიცი საიდან გამახსენა. მაგრამ არა, ჩემი არ არის. აი ეს არომატი ჩემი არ არის მაგალითად. მოდით ჩავაბრუნებ, სხვას ვისაც მოგეწონებათ, არაა პრობლემა. TikTok-ზე იცით რომ ამას გაჩუქებთ, ვიღაცებს, ვისაც შეგხვდებათ, ახლა ყველას ვერ შეგხვდებათ, მაგრამ ვისაც შეგხვდებათ, გაჩუქებთ. შემდეგი არომატი იქნება ვანილი. ამას პირდაპირ აწერია ვანილა რომა, ანუ თუ იმ ამერიკულ დროშაზეც ეწერა ვანილა რომა, ამაზეც ვანილა რომა აწერია, მაგრამ ნახოთ რა განსხვავება იქნება ახლა ამერიკულ დროშიან ვანილა რომას შორის და ჩვეულებრივ ვანილ არომას შორის. პირველი ცხვირი. ამას აქვს სანტკბილი ვანილის სუნი, ბევრად განსხვავდება იმ ამერიკულ დროშიან Little Trees-გან. ვანილის არომატი დატრიალდა პირდაპირ მნიშვნელობით, ასე რომ ვთქვათ.
ჩემი აზრით იმ ამერიკულ დროში ან Little Trees-თან შედარებით ბევრად უფრო ვანილის სუნი აქვს. ის რაღაცა ამერიკასთან შეზავებული იყო. იყო ამერიკის ქუჩიდან რამე სუნი წამოიღო იქეთ. შემდეგი არომატი ეს არის Be Kind, ანუ იყავი კეთილი. მოდი ვნახოთ რამდენად გამაკეთილებს და სიკეთისკენ მიბიზგებს ახლა ამას რო გავხსნი. პირველი ცხვირი აი ამას აქ ზუსტად გაზაფხულზე რო რაღაცა ყვითელი ყვავილი ამოდის, აი პატარა ყვავილები რო არის. აი ზუსტად მაგის ყვავილების სუნი ისე, ყვავილები ახატია, ხო? ახლა შევხედე, მეც რა კაია. მეც რა კაი ვარ, ყვავილი ახატია და ბანანი და რაღაცეები და რისი სუნი ექნებოდა? კი. აი ზუსტად ყვავილების სუნი აქვს, მინდვრის ყვავილების, ოღონდ ვარდები და რაღაცები არა. მინდვრის ყვავილების სუნი ვისაც გევასებათ და ასეთი ხალისიანი ფერები, ჩემი აზრით, ეს არომატი არის თქვენთვის. და ბოლოს სურნელი, აი ამ ხის ფორმით, რაც დღეს ახლა გვაქვს, ეს არის Caribbean Colada. მოდი ვნახოთ კარიბის ზღვაში ერთი რა კოქტეილებს სვამენ. ეგენით, შემგარეშე. პირველი ცხვირი. რაღაცა ტროპიკული სუნმა. არა. რეალურად გეტყვით და არა, ეს სუნი ჩემი არა. ეს არ მომეწონა და კიდე რომელი იყო? Black Ice-ი? აი Supernova. აი ამის სუნს ძალიან წააგავს, ეს არის Supernova. ეს არის კარიბული კოლადა. ფერი ისე ძალიან კაი აქვს, ლამაზია, მაგრამ სუნი ჩემთვის არ არის რა. ხის ფორმით არომატები სულ ეს იყო, მაგრამ კიდე ბევრი მაქვს. სხვადასხვა არომატები, ქილები, სპრეი. ეს ვენტილაციის ჭრილში დასამაგრებელია. ესეც სპრეი, ამას new color წერია, ანუ ახალი მანქანის სუნს დაატრიალებს თქვენ მანქანაში. მაგრამ არ მინდა რომ ერთ ვიდეოში ყველაფერი ერთად აურიო, ამიტომ კომენტარებში დამიწერეთ თუ გინდათ შემდეგი ნაწილი მსგავსი კონტენტის, მარტო არომატები არა, მანქანის მოვლის საშუალებები, თვითონ მანქანები და ასე შემდგომ. არ დაგავიწყეთ რომ ჩემი არხი გამოიწიროთ, მე პროექტ კრეატორშიც მივიღებ მონაწილეობას და მანდაც შეგიძლიათ რომ მიგულ შემატკივროთ. ერთ სიტყვით შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.